გამარჯობათ, მე ვარ ლევან გობეჯიშვილი, ასპირია ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი. დღეს გაჩვენებთ ვარჯიშებს, როგორ გავაკეთოთ დარბაზში და ასევე სახლის პირობებში. წამოწევთ. ეს კონკრეტული ვარჯიში არის დელტებისთვის. მოვთავსეთ სკამზე, მივეხუპნოთ აუცილებლად ბოლომდე სწორი წელით და დავიწყოთ მოძრაობა. ავიტანოთ ზევით წონა და ჩამოგვაქვს ნელა 2-3 წამზე. ისევ აგვაქვსევით. თავარია გავითვალისწინოთ იდაყვები არ უნდა მიდიოდეს უკან. ყოველთვის უნდა იყოს სწორი დაშვებით და ვაგრძელებთ მოძრაობას. ეს ვარჯიში არის ზურგის ვარჯიში, კონკრეტულად უფრო მეტად პროცენტულად ჩართულია ზურგის უგანიერესი კუნთები. მოძრაობა აუცილებლად უნდა შევასრულოთ ნელა ინერციის გარეშე. ჩამოგვაქვს ღერძი მიკაპამდე, თითქმის მკერდამდე და იდაყვები აუცილებლად უნდა იყოს შიგნით შემოწეული და არ უნდა გადიოდეს ზურგის უკან. ეს ვარჯიშიც არის ასევე ზურგის ვარჯიში. აქ უკვე ჩართული არის უგანიერესთან ერთად შუა ზურგის კუნთები, ანუ რომბისებული და ტრაპეციის კუნთები არის ჩართული და აქაც ნელი მარტივი მოძრაობით შემოგვაქვს მუცელთან წონა და ვკრავთ ზურგს აუცილებლად მაქსიმალურად შევკრავთ უკან ზურგს და წინ გავუშვებთ წონას. აქაც აუცილებელი გასამახვილებელი ყურადღება არის იმაზე, რომ წელი უნდა იყოს სწორ პოზიციაში და არ უნდა იყოს წინ მოხრილი. წარმოგიდგენთ Stay-Strong-ის ახალ პროდუქტს პუდინგს, რომელიც ერთ მიღებაზე 20 გრამ პროტეინს შეიცავს. ახლა შეგისრულებთ იგივე ვარჯიშებს, გაჩვენებთ თუ როგორ გავაკეთოთ სახლის პირობებში. მუხლის ქვეშ მოვითავსებთ შგუთს, გავიმართებთ ბოლომდე წელში და დავიწყებთ შგუტის ზევით აწევას, აქაჩვას, რომ მაქსიმალურად იყოს დატვირთული და ტონუსში იყოს ჩვენი დელტის კუნთები. ეს ვარჯიში ჩვენ გავიარეთ დარბაზის პირობებში როგორ კეთდება, ახლა გაჩვენებთ სახლის პირობებში. თავზევით ავიტანთ შგუთს, გავწევავთ ხელებით მაქსიმალურად და ჩამოგვაქვს თავს უკან რიგრიგობით, რომ კარგად შეიკრა ზურგის კუნთები. ეს ვარჯიში კი არის ანალოგი იმისი, რაც გავაკეთეთ დარბაზში, ბლოკის გამოკაჩვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აქაც შეგვიძლია შგუტები ფეხებთან მოვირგოთ, მაქსიმალურად გაშლილი გქონდეს ფეხები, რომ ამპლიტუდა იყოს უფრო დიდი. იდაყვების გამოკაჩვით მოგვაქვს მუცლისკენ და ისევ გავუშვებთ, ყურადღება მივაქცევთ, რომ ფერხემალი წელი იყოს სწორ მდგომარეობაში და არ ვიხრებოდეთ წინ. დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეს Stay-Strong-ის ახალი პუდინგის დაგემოვნება.